გამოცემა Iran International-ის ინფორმაციით აიათოლა ალი ხამენეის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე მოლაპარაკებებს აწარმოებს რუსეთის ოფიციალურ პირებთან საჭიროების შემთხვევაში ირანიდან უსაფრთხო გასვლაზე. რამდენიმე წუთის წინ ისრაელმა ირანის ქალაქ ბორუჯერდში სამხედრო ბაზა და საბრძოლო მასალების საცავი დაბომბა. ქალაქ შირაზში კი ელექტრონული მრეწველობის ცენტრი. ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ქალაქ ბათიამში ჩავიდა, სადაც გასულ ღამეს ირანული რაკეტა საცხოვრებელ სახლს დაეცა და 6 ადამიანი დაიღუპა. სამხედროები დარტყმებს განახორციელებენ ობიექტებზე და გააგრძელებენ ირანული გველის კანის მოცილებას თეირანსა და ყველგან, რათა მათ ბირთვული შესაძლებლობები და იარაღის სისტემები წავართვათ, ამბობს ისრაელის თავდაცვის მინისტრი ისრაელ კაცი. მივიღეთ შეტყობინებები სხვადასხვა არხებიდან, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ამ თავდასხმებში ჩართული არ იყო, თუმცა არ გვჯერა და გვაქვს საწინააღმდეგო მტკიცებულებები, აცხადებს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი. უკრაინის დაზვერვის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად კალინინგრადში რუსეთის სამხედრო სამრეწველო ქვესადგური გაითიშა. შედეგად რუსეთის სამხედრო მრეწველობას თითქმის 5 მილიონი დოლარის ზარალი მიადგა. სტამბოლის შეთანხმების ფარგლებში უკრაინამ დღეს კიდევ 1200 დაღუპული ჯარისკაცის ცხედარი დაიბრუნა.